რამდენადაც მე ვიცი 22 ოჯახი ცხოვრობდა, ნუ ეს ცუდი ფაქტი მოხდა ძალიან, თუმცა არ ვიცი რაღაცას მოვიფიქრეთ. ვერ ეხლა ამ წუთში მზად არ ვარ პასუხი გაგცეთ რა. ნახავთ, შენობა თუ რამე გვექნება თავისუფალი, ვეცდებით რომ დავაკმაყოფილოთ. არ ვიცი, მეც დამირეკეს მოვედი, ცეცხლი იყო უკვე წაკიდებული და ამდენი ხანია რა ვიცი ვერ აქრობე რა გახდა ესეთი ჩაუქრობელი. მიზეზი რა შეიძლება? ერთ-ერთი დევნილის ოჯახიდან გაჩნდა, მაგრამ არიციან არ იყო პატრონი ოთახში და არიციან და რამე დაახდა იყო ჩართული თუ რა, იქიდან გაჩნდა ერთი ოთახი დევნილის ოთახიდან. სად უნდა წავიყვანოთ, აბა სად წავალთ, აბა სად წავალთ? სად ცის ქვეშ ვართ, ხო ხედავ რომ ცის ქვეშ ვართ? რამდენი ოჯახი ცხოვრობს? აქ ცხოვრობდით 13 ოჯახი. პირველ რიგში ყველაზე მთავარია რომ ლოკალიზება მოვახდინოთ, ხანძრის ხედავთ უკვე რამდენი ეკიპაჟი მუშაობს გამოძახებული კასპიდან, ქარელიდან. მაქსიმალურად რა ვიცი ყველაფერს გავაკეთებთ. აი ნამდვილად ფორს-მაჟორია დღეს რა, აი საგანგებო თათმის მოვიწურო ალბათ და ნუ როგორ დავტოვებთ გარეთ ხო რაღაცა უნდა მოვიფიქროთ აუცილებლად და ეს ადამიანები დღეს ღია სიჩქარეს არ დარჩნენ რა, მაქსიმუმს გავაკეთებთ ყველაფერს. დაზარალებული ხომ არავინ არ არის? საბედნიეროდ როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მსხვერპლი არ არის. დანარჩენი ხა ზაღალი და რაღაცა უნდა დაითვალოს და შესაბამის სამსახურები დაითვლიან და ალბათ შემდეგ უკვე მივიღებთ შესაბამის ღონისძიებებს. მაშინ